მოგესალმებით, თქვენ უყურებთ ქრონიკას 17 საათზე ახალ ამბებს გიორგი აბაზაძე გაგაცნობთ. უაქციზო ალკოჰოლური სასმელების ჩამოსხმის საქმეზე დაკავებულებს ბრალი წარედგინა. სასამართლომ აღკვეთ ღონისძიებაზე უნდა იმსჯელოს. დონალდ ტრამპის ტარიფებით მუქარას ევროპა შეცდომას უწოდებს. ეფხია კაცრაძის განცხადებასთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა პროკურატურას მიმართა, რათა უწყების განმარტებით სწრაფად მოხდეს განცხადების ავტორის გამოკითხვა და დადგინდეს რეალობა. ეფხია კაცრაძის თქმით, სუსი მისი 11 წლის შვილის გატაცებას გეგმავდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ვეფხია კაცრაძის განცხადებასთან დაკავშირებით უკვე მიმართა პროკურატურას, რათა უმოკლეს ვადაში მოხდეს განცხადების ავტორის გამოკითხვა და დადგინდეს რასთან გვაქვს საქმე სინამდვილეში. ერთი მხრივ თეორიულადაც რომ დავუშვათ განცხადებაში მოტანილი ფაქტების სისწორე, ის დეტალურად არის გამოსაძიებელი. მეორე მხრივ კი არ შეიძლება ვინმეს შეეძლოს საკუთარი ქვეყნის სპეცსამსახურს ასე ხელაღებით დააბრალოს სასტიკი დანაშაული. ორივე შემთხვევაში გაკეთებული განცხადება დეტალურ შესწავლას, მეტ კონკრეტიკას და ოდნავი დეტალიზაციის შემთხვევაშიც კი სრულყოფილ გამოძიებას საჭიროებს. ნარკოდანაშაულის ფაქტზე პოლიციამ 3 ადამიანი დააკავა. სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით MDMA და გამომშრალი მარიხუანა ამოიღეს. მათ ბრალად ედებათ უყანონო შეძენა, შენახვა და რეალიზაცია. პროკურატურამ ბრალი წარუდგინა 2 მოქალაქეს, რომლებიც უაქციზოდ ასხამდნენ ალკოჰოლურ სასმელებს და ყიდდნენ. გამოძიების ინფორმაციით ისინი რუსთავში ამზადებდნენ სხვადასხვა ბრენდული დასახელების არყებს, ასევე ბეჭდავდნენ ყალბ აქციზურ მარკებს. ფალსიფიცირებული პროდუქცია იყიდებოდა ქვემო ქართლის ტერიტორიაზე არსებულ სარეალიზაციო პუნქტებსა და კვების ობიექტებში. ამოღებულია დანაშაულის დამადასტურებელი მასალები, ბრალდებულები დანაშაულს აღიარებენ. სასამართლო აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს. ბრალდება დღეს წარედგინათ რამოდენიმე საათის წინ ბრალდებულებს. ბრალი ედებათ მასში, რომ ფალსიფიკაცია ჩაიდინეს. ამ ბრალდებაში ბრალდებულები თავს სრულად ცნობენ დანაშაულს და ინანიებენ ბრალდების მხარე ითხოვს პატიმრობას. არგუმენტები იმისა, რომ ბრალდებულებს არ შეეფარდოთ პატიმრობა და სხვა ნაკლებად მძიმე აღკვეთი ღონისძიება შეეფარდოთ, არგუმენტები არსებობს. ქრონიკის კითხვაზე გერმანიის ელჩი ისევ დუმს 15 იანვარს გამართულ საიდუმლო შეხვედრაზე, სადაც ქრონიკის ინფორმაციით გირჩის აქტივისტი და კიდევ რამდენიმე ახალგაზრდა იმყოფებოდა. გერმანელმა დიპლომატმა კი მათ უთხრა, რომ საქართველოში მოვლენები ირანის მსგავსად უნდა განვითარდეს, რადგან დღევანდელი საპროტესტო ღონისძიებები მომავალში შედეგს არ მოიტანს. ჩვენს ეთერში ამბის გაშუქების შემდეგ პეტერ ფიშერმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ევროპულ გზასთან დაკავშირებით ისაუბრეს და არა ირანის მოვლენებზე. ასევე ჩვენი ინფორმაციით გერმანიის ელჩმა ისაუბრა დაფინანსების მოპოვების საკითხზეც და თქვა, რომ კონტაქტი ამ თემაზე გირჩის წევრ ლუკა მიშველაძესთან ექნება და მას გააცნობს დეტალებს. ძალიან სამწუხაროა, რომ დიპლომატების მხრიდან კიდევ არ წყდება ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა. რისი ნათელი მაგალითიც იყო გერმანიის ელჩის გარკვეული საზოგადოების ნაწილთან შეხვედრა, რაც გაჟღერდა შეხვედრაზე, რა თქმა უნდა, ყოველად მიუღებელია ჩვენი ქვეყნისთვის. სამწუხაროდ ჩვენ არ გვაქვს იმედი, რომ მსგავსი ფაქტები მომავალში არ განმეორდება, იმიტომ რომ არაერთხელ ყოფილა ჩვენის მხრიდან გაფრთხილება და მოწოდება მათთვის, მაგრამ სამწუხაროა ის, რომ ისინი მაინც იმ დღის წესრიგით აგრძელებენ მუშაობას, რა დღის წესრიგიც მათ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარედან აქვთ მოწოდებული. გერმანიის ელჩს ვენის კონვენციის დარღვევაში ადანაშაულებს მემარცხენე ალიანსი. გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ პარტიამ ხელისუფლებას საკანონმდებლო ცვლილებებისკენ მოუწოდა, რათა მსგავსი ქმედებები სათანადოდ შეფასდეს. როგორც აღინიშნა, ქვეყნის ელჩები და საელჩოები უხეშად ერევიან საქართველოს შიდა პოლიტიკურ საქმეებში. განსაკუთრებულ აღშფოთებას იწვევს გერმანიის ელჩის პეტერ ფიშერის ქმედებები, რომელიც არათუ ვენის კონვენციას ხშირ შემთხვევაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსსაც კი არგოს. სწორედ ამიტომ ჩვენ ვაანონსებთ საკანონმდებლო წინადადების დამუშავებას, რომელიც სამართლებრივ და ზნეობრივ ჩარჩოში დააბრუნებს მტრულად განწყობილი არა მთავრობების, არამედ არაფორმალური ძალების მიერ მართული ქვეყნების ელჩებისა და საელჩოების ქმედებებს. მნიშვნელოვანია, რომ დაწესდეს კონკრეტული სანქციები ვენის კონვენციის დამღები
ელჩების მიმართ, მათ შორის გამოდის დიპლომატების მიმართ არსებული ხელშეუხებლობის პრინციპი. ასევე ვენის კონვენციის დარღვევის გამეორება ავტომატურად იწვევდეს ელჩის ქვეყნიდან გაძევებას. თოვლისა და ლიპყინულის გამო გზებზე სპეციალური რეჟიმები მოქმედებს, ძირითადად მაღალმთიან დასახლებებში და უღელტეხილებზე, სადაც მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებით გადაადგილებაა დაშვებული. არსებობს ზვავს საშიშვრების რისკი. ცენტრალურ მაგისტრალებზე კი მოძრაობა თავისუფალია. უწყვეტი გაწმენდის სამუშაოების შედეგად ცენტრალურ გზებზე არც ერთი მიმართულებით არ არის შეზღუდული მსუბუქი ავტოტრანსპორტის გადაადგილება. 20 საათიანი გაწმენდის სამუშაოების შედეგად ადგენილია ყველა მიმართულებით მისამელიანი და ნახევრადმისამელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, მხოლოდ და მხოლოდ რჩება შეზღუდვა მცხეთა სტეფანწმინდა ლარსის გუდაური ფოსტა კობის მონაკვეთზე. შეზღუდვები ასევე რჩება მაღალმთიან რეგიონებში, კერძოდ მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობაა დაწესებული. ალპანად საგერის გზაზე, ქუთაისის წყალტუბო ცაგერი ლენტეხი ლაზდილის საავტომობილო გზაზე, ორბეთის უღელტეხილზე და ბათუმი ახალციხის გზაზე. თბილისში ისევ თოვს და ნალექიანი ამინდი ხვალა ჩენარ ჩუნდება. დედაქალაქში გზები გაწმენდელია, დაყრილია ტექნიკური მარილი, მუშაობს სპეცტექნიკა. მერია მძღოლებს მოუწოდებს მხოლოდ ზამთრის საბურავებიანი ავტომობილებით გადაადგილდნენ. დაიყარა ტექნიკური მარილი, ასევე საწმენდის საშუალებით გაიწმინდა. გზებთან ერთად იწმინდება ფეხით სავალი ნაწილები, მიწქვეშა გადასასვლელები, კიბეები და გაჩერებები, რათა როგორც საგზაო ნაწილი, ასევე ფეხით სასიარულო ნაწილიც იყოს მოსახლეობისთვის უსაფრთხო. ყველა პერიმეტრზე არიან მორიგე ჯგუფები, რომელიც აკონტროლებენ სიტუაციას და ამის მიხედვით ხდება სპეციალიზებული ტექნიკის გამოძახება და ობიექტის დასუფთავება თოვლისგან და ყინულისგან. ამ ეტაპზე არ არსებობს არც ერთი ცენტრალური ქუჩა, დღეს დილით 6 საათზე, როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი გამოვიდა მარშრუტებზე, ყველა ცენტრალური ქუჩა იყო გახსნილი, ხოლო 10 საათისთვის მეორე და მეხსავე ხარისხოვანი გზები. ბათუმის ბულვარში კიდევ ერთი ობიექტის დემონტაჟი მიმდინარეობს. შენობა ნაგებობა საიჯარო ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადა ამოეწურა. სამუშაოები მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით ხორციელდება და ტერიტორიიდან სამშენებლო კონსტრუქციების გატანას, ასევე ტერიტორიის მოწესრიგებასა და საზოგადოებრივი სივრცის გათავისუფლებას ითვალისწინებს. პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება და ბულვარის ტერიტორიაზე არსებული ყველა იმ ობიექტის დემონტაჟი მოხდება, რომელთა საიჯარო ვადა ამოწურულია. ჩვენ ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს ბათუმის ბულვარის ტერიტორიის გათავისუფლება უკანონო და უსახური ობიექტებისგან და ამ მიმართულებით აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას. ამ ეტაპზე ხორციელდება ერთ-ერთი გასართობი ობიექტის დემონტაჟი, რომელიც ითვალისწინებს ტერიტორიის დაწმენდას და სრულად დასუფთავებას. აღნიშნული პროცესი მიმდინარეობს კანონმდებლობის სრული დაცვით და მოიცავს ყველა იმ ობიექტს, რომელთა საიჯარო ხელშეკრულება ამოწურულია. Washington Post-ის ინფორმაციით, შტატების ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი-დი ვენსმა ირანში ამერიკულ დარტყმას მხარი დაუჭირა და განაცხადა, რომ ტრამპს თავისი წითელი ხაზი უნდა დაეცვა. ეს მოულოდნელი ცვლილება ამერიკის ვიცე-პრეზიდენტისგან, რომელიც აქამდე ახლო აღმოსავლეთში ომების წინააღმდეგი იყო. Washington Post-ის ცნობით, ვიცე-პრეზიდენტის პოზიცია მას შემდეგ შეიცვალა, რაც ოვალურ კაბინეტში ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს მიერ მოპოვებულ ვიდეო მასალას გაეცნო, რომელზეც აიათოლას რეჟიმის მხრიდან დემონსტრანტებზე განხორციელებული ძალადობის კადრებია აღბეჭდილი. ირანის ისლამური მმართველობა ქვეყნის ციფრულ იზოლაციაში მოქცევას გეგმავს. დაზვერვის სამსახურების მონაცემებზე დაყრდნობით გავრცელებული ცნობით, ირანის მსოფლიო ინტერნეტიდან განცალკავებას გეგმავენ. ირანის ხელისუფლება გეგმავს, რომ გლობალურ ინტერნეტ ქსელზე წვდომა პრივილეგიად იქცევა და რომლითაც მხოლოდ სახელმწიფო სამსახურის ის თანამშრომლები ისარგებლებენ, რომლებიც რეჟიმის შემოწმებას გაივლიან. დანარჩენი მოქალაქეებისთვის ინტერნეტ ცენზურა გავრცელდება და მათთვის მხოლოდ შიგნით არსებული მთლიანად ისლამისტების რეჟიმის მიერ კონტროლირებადი რესურსები დარჩება ხელმისაწვდომი. შტატების მიერ ევროპელი მოკავშირეებისთვის მზარდი ტარიფების დაწესებას შეცდომას უწოდებს ამერიკული ულტიმატუმის ადრესატი ქვეყნები. მათი მტკიცებით საკითხი არა სიტყვიერ ან ეკონომიკურ ომს, არამედ ერთობლივ მუშაობას მოითხოვს. ეს შანტაჟია და ამის საჭიროება არ არის. ეს ვერაფრით ეხმარება ნატოს და თავად გრენლანდიას. ეს წვრთნები დიდი ხნის წინ იყო დაგეგმილი. ახლა მათ უბრალოდ უფრო მეტი ქვეყნები შეუერთდნენ. ფაქტობრივად ტარიფების შემოღების ახსნა შეუძლებელია. მოკავშირეები ასე არ უნდა ექცეოდნენ ერთმანეთს. ტარიფების დაწესებას იმ ქვეყნებისთვის, რომლებმაც გადაწყვიტეს წვლილი შეიტანონ გრენლანდიის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეცდომად მივიჩნევ და ასეთ მიდგომას არ ვიზიარებ. არსებობს არასათანადო გაგების და კომუნიკაციის პრობლემა, რადგან ევროპის ქვეყნების მიერ გრენლანდიაში სამხედროების გაგზავნის ინიციატივა არ უნდა განიხილებოდეს ანტიამერიკულ კონტექსტში. საჭიროა ერთად მუშაობა, დიალოგთან დაბრუნება და ესკალაციის დაუშვებლობა.
თუ გრენლანდიაზე გავამახვილებთ ყურადღებას, უნდა ვთქვათ, რომ ამ ტერიტორიაზე ამერიკის შეერთებული შტატების შეჭრა ვლადიმერ პუტინს მსოფლიოში ყველაზე ბედნიერ ადამიანად აქცევს. რატომ? იმიტომ, რომ ეს უკრაინაში მისი შეჭრის ლეგიტიმაციას მოახდენს. თუ შეერთებული შტატები ძალას გამოიყენებს, ეს ნატოსთვის სიკვდილის ზარი იქნება. პუტინი ორმაგად ბედნიერი იქნება. არსებობს მიზეზები, რის გამოც არა მხოლოდ პრეზიდენტი ტრამპი, არამედ შტატების წინა ადმინისტრაციებიც იყვნენ დაინტერესებული არქტიკის ამ რეგიონზე კონტროლის დაწესებით. ეს მართლაც უკავშირდება რუსეთისგან მომდინარე პრობლემას, მაგრამ ამ პრობლემის გადასაჭრელად ერთობლივი მუშაობაა საჭირო. ჩვენი პოზიცია გრენლანდიასთან დაკავშირებით განსჯას არ ექვემდებარება. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ჩვენი და პრეზიდენტ ტრამპის პოზიცია ერთმანეთს არ ემთხვევა. ამის მიუხედავად, ჩვენს კოლექტიურ ინტერესებშია ერთად მუშაობა და არა სიტყვიერი ომის დაწყება. იმედი მაქვს, ვინმე აუხსნის პრეზიდენტ ტრამპს, რომ ჩვენ საბაჟო კავშირი ვართ და ტარიფების დაწესება შესაძლებელია მთლიანად ევროკავშირისთვის და არა ცალკეული ქვეყნებისთვის. შეერთებული შტატების გეგმას გრენლანდიის მიერთებასთან დაკავშირებით გავლენიანი ბრიტანელი ჟურნალისტი პირს მორგანი სოციალური ქსელით გამოეხმაურა და არქტიკის უსაფრთხოების გასაძლიერებლად ალტერნატიულ ვერსიად ბრიტანეთის მიერ შეერთებული შტატების გამოსყიდვა დაასახელა. მისი გზავნილის ადრესატი კი პრეზიდენტი ტრამპი იყო. ტრამპი გაეროს საკუთარ ალტერნატივას ქმნის და მასში გაწევრიანებისთვის $1 მილიარდ ითხოვს. სამის შესახებ ბლუმბერგი დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება და აღნიშნავს, რომ საქმე ღაზის საკითხზე შექმნილ მშვიდობის საბჭოს ეხება, რომელიც პერსპექტივაში სხვა კონფლიქტებზეც, მათ შორის უკრაინაში მიმდინარე ომზეც იმუშავებს, ხოლო მისი ერთპიროვნული მმართველი, ანუ თავმჯდომარე დონალდ ტრამპი იქნება. ბლუმბერგი მის ხელში აღმოჩენილი დოკუმენტის მიხედვით იუწყება, რომ საბჭო გადაწყვეტილების ხმათა უმრავლესობით მიიღებს, თუმცა ნებისმიერი მათგანი ძალაში მხოლოდ თავმჯდომარის თანხმობის შემდეგ შევა. პროექტი ჯერ ოფიციალურად არ დამტკიცებულა, მას სულ მცირე 3 ქვეყნის თანხმობა სჭირდება. შეერთებული შტატების არმიის 1500 სამხედრო მოსამსახურე მინესოტაში გასაგზავნად ემზადება. გამოცემა ვაშინგტონ პოსტის ცნობით შესაბამისი განკარგულება პენტაგონმა გასცა. სამხედროების მთავარი ამოცანა არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის პოლიტიკის აღსრულების უზრუნველყოფა და საბაჟო და საიმიგრაციო სამსახურების წინააღმდეგ აგორებულ საპროტესტო ტალღაზე რეაგირება იქნება. შვეიცარიის საკურორტო ქალაქ დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმისთვის მზადება დაიწყო. გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. მოსალოდნელია, რომ ეკონომიკურ ფორუმს პრეზიდენტი ტრამპი დაესწრება. ორგანიზატორების თქმით, ტრამპთან ერთად შეერთებული შტატების ყველაზე დიდ დელეგაციას ელიან, რომელშიც სახელმწიფო ხაზინის, კომერციის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის მდივნებით შედიან. ღონისძიებას 130-ზე მეტი ქვეყნიდან 3000-ზე მეტი დელეგატი, მათ შორის 64 სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური დაესწრება. განხილვის მთავარი თემა უკრაინასა და ღაზაში არსებული კონფლიქტები იქნება. დღის წესრიგში შესაძლებელია მოხდეს ტრამპის დოქტრინის ვერსიის დამუშავებაც, რომელიც დასავლეთ ნახევარსფეროში შეერთებული შტატების დომინირებას გულისხმობს. გლობალური ელიტის ყოველწლიური შეხვედრა ხვალ 19 იანვარს გაიხსნება. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში ივან ბაკანოვის ხელმძღვანელობის პერიოდში არსებული მასშტაბური კორუფციული ქსელის შესახებ გავრცელებულ ცნობას რადის დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. ღვთამისაღების ფოტო მტკიცებულება გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ფოტოზე ზელენსკის საუკეთესო მეგობარია გამოსახული. ფოტოზე ივან ბაკანოვია, ვლადიმირ ზელენსკის საუკეთესო მეგობარი. ზელენსკი მის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად დანიშნა, როდესაც არჩევნებში გაიმარჯვა. ივან ბაკანოვი საკუთარ კაბინეტში ქრთამს იღებს ბიზნესმენ სერგეი ვაგანიანისგან. ფულის გადაცემის ფოტო ვაგანიანმა გადაიღო. ბაკანოვის საუკეთესო მეგობარი და მისი მოადგილე ნაუმოვი რუსეთის დაზვერვასთან თანამშრომლობდა და მას უკრაინის სამხრეთი ნაწილობრივ ჩააბარა. გათავისუფლების შემდეგ ბაკანოვი კურშაველში ნახეს, ხალხი კი ვინც ხმა ზელენსკის მისცა ფრონტზე ნახეს. ისინი ათავისუფლებდნენ სამხრეთს, რომელიც ზელენსკის ბავშვობის მეგობარმა ჩააბარა. ასეთი სევდიანი ისტორია. საქართველოს კადეტებს და ახალგაზრდებს შორის რაპიდით ფარიკაობაში მსოფლიო თასს უმასპინძლა. ტურნირში 34 ქვეყნის 227 სპორტსმენმა იასპარეზა. ინდივიდუალური შეჯიბრებებით 16 იანვარს დაიწყო, დღეს კი ტურნირი გუნდური შეჯიბრებებით გაიხურა. საქართველოს მსოფლიო თასზე 22 მოფარიკავით იყო წარმოადგენელი. ჩვენი ქვეყნიდან საუკეთესო შედეგი მიზა თაყაიშვილმა აჩვენა, მან მერვე ფინალში გასვლა შეძლო. ტურნირის ეგიდით საქართველოში საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენლებიც იმყოფებიან, რომლებმაც ქვეყანაში არსებული ინფრასტრუქტურა დადებითად შეაფასეს. ორ კვირაში მსოფლიო თასი უკვე ხმლით ფარიკაობაში გაიმართება. თებერვალში კი ევროპის ჩემპიონატზე ფარიკაობის ფედერაცია თბილისში 3000-მდე სტუმარს ელოდება.
მთელი მსოფლიო არის წარმოდგენილი, ფარიკაობის ელიტა 20 წლამდელები და 17 წლამდელები შეფასება არის უმაღლესი დონის. ეს აღნიშნული ტურნირები ხელს უწყობს საქართველოში ტურიზმის განვითარებას და ფარიკაობის განვითარებას. ძალიან კარგი შეჯიბრი გამოვიდა. ტურნირი შესანიშნავ ადგილზე ჩატარდა და დელეგაციისთვის ძალიან კომფორტული იყო. მთელი ღონისძიება იმავე სასტუმროში ტარდებოდა, სადაც მონაწილეები იყვნენ დაბინავებული. რაც შეეხება სტუმართმას მიზლობას, საქართველოს ფედერაციამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ არა მხოლოდ ფედერაციისა და მსაჯების წარმომადგენლები, არამედ დელეგაციაც ღირსეულად მიეღო. მათგანაც მივიღეთ მხოლოდ დადებითი გამოხმაურებები ამ შესანიშნავი შეჯიბრის ორგანიზების შესახებ. ქრონიკა 17 საათზე კი ამით დასრულებულია, 20 საათზე წინ იმედის კვირაგელით. ნახვამდის.